ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმა რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველურ გოლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იმედის ღია ეთერს ითხოვდნენ, ახლა დებატებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით გაურბიან. რეალობა კი ის არის, რომ ოპონენტებთან საჯაროდ და პირისპირ სასაუბროთ არც არგუმენტები აქვთ და არც ცოდნა. მეგინ არსავიძე გიამბობთ. თავისუფლების მოედნის ლიდერი იმ რადიკალებს შორისაა, ვისაც დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა მაშველურ გოლად ესახება. ლევან ცუცქირიძე დებატებს გაურბის და სანქციებს იმიზეზებს. თუ დებატების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ლოგიკურია, რომ თავისუფლების მოედნის წევრებს პირდაპირ ეთერში საუბარი აღარ სურთ. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი უკვე საჯაროდ დამარცხდა სახელმწიფო გუნდთან. როგორც ირკვევა, ცუცქირიძეს არ უნდა სიმონ ჯანაშიას ბედი გაიზიაროს და ბრიტანეთის უსაფუძვლო გადაწყვეტილებაც წამოეწია. მეტი დამაჯერებლობისთვის ცდილობს ამტკიცოს, რომ მცირერიცხოვან აქციებზე მოსიარულე ურეიტინგო პოლიტიკურ ძალას დებატებისთვის დროც არ აქვს. დროის დახარჯვა აღარ გვინდა, რადგან ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. რა საქმე გამოუჩნდათ ბოლო პერიოდში ცუცქირიძის პარტიაში უცნობია. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ეცალათ დებატებისთვის, სადაც ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. ცუცქირიძის მსგავსად დებატების შიშითაა შეპყრობილი ახალბედა რადიკალი ვარდენ მაჭავარიანი. ისიც სანქციებს იმიზეზებს, თუმცა ეს მიზეზი რომ გამოგონილია მისივე საქციელი ადასტურებს. ვარდენ მაჭავარიანი უარს არ აცხადებს გადაცემაში მიიღოს მონაწილეობა ალტინფოელ ზურაბ მახარაძესთან ერთად, რომელიც ამერიკის და ბალტიის ქვეყნების მიერაა სანქცირებული. ევროინტეგრაცია ჩვენი ეროვნული პრიორიტეტია, იმიტომ რომ როგორც რა თქმა უნდა საქართველოს პატრიოტს ჩვენ და მე პირადად მინდა რომ მაქსიმალურად დავშორდეთ ჩვენს ისტორიულ მტერს. ვიდრე ვარდენ მაჭავარიანი ალტინფოს წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობას ცდილობს. სახელმწიფო გუნდი ოპოზიციის მძიმე მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. რადიკალებს ერთი არგუმენტიც არ აქვთ სხვადასხვა საკითხზე ბრალდებების გასამყარებლად და ერთი მეორეზე უსუსურ მიზეზებს იგონებენ დებატებისგან გასაქცევად. ნახეთ პირდაპირ სანქცირებულ პოლიტიკოსთან როგორ იჯდა და როგორ დებატობდა. მასთან იგი თავს კომფორტულად გრძნობდა, ვინაიდან ის ქართული ოცნების წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ძალიან არაკომფორტულად იგრძნობდა თავს და მაგიტომ გაექცა დებატებს. რადიკალებისთვის, ოპოზიციისთვის და მათი NGO ორგანიზაციებისთვის უმჯობესია რომ მათ ცალხმაში ელაპარაკონ თავიანთ მიმდევრებს იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც უკვე კონკრეტულად არგუმენტირებული საუბარი შეიძლება დაიწყოს, რა თქმა უნდა, მათ არგუმენტები არ აქვს. დიდი ხანია დავწმუნდით, რომ ყველაზე მეტად რაც მათ არ უნდათ და არ აწყობთ, ეს არის დებატები, იმიტომ რომ დებატებში გამოჩნდება სწორი პოზიცია, სწორი მიმართულებები და გამოჩნდება ის ტყუილი და სიცრუე, რომელსაც ისინი აპელირებენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ იმედის და პოზიტივის დასანქცირება რა დიდ მიზნის ნაწილს შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა, ის რომ იმედზე დაიწყო დებატები, ალბათ იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ ამ მედია საშუალებისთვის გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ლევან ცუცქირიძემდე და ვარდენ მაჭავარიანამდე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველა ერთად ხმამაღლა საუბრობს ოპოზიციური პროპაგანდისტული არხებიდან. მმართველი გუნდის პირისპირ კი დაჯდომას ვერ ბედავენ. რადიკალების დებატებისგან გაქცევას თუ დებატებში მონაწილეობას ერთი შედეგი აქვს. ორივე შემთხვევაში მკაფიოდ ჩანს მათი უარგუმენტობა და სასოწარკვეთილი მდგომარეობა.